მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა სპორტის დაფა. დღეს ჩვენ საფეხბურთო ეროვნულ ლიგაზე ვისაუბრებთ. დაიწყო უკვე ის პირველი ტურის მატჩები გაიმართა და ჩვენი სტუმარი იქნება ლევან გუდუშაური, ჩვენი კოლეგა. პირიქით მადლობა. ვისაუბრებთ პირველ რიგში პირველ ტურზე, მორჩა უკვე პრაქტიკულად 5-ვე მატჩი გაიმართა. როგორ დაიწყო შენი შეფასებით ეროვნული ლიგა? ეროვნული ლიგა დაიწყო, თავარი ეს არის, როგორ დაიწყო და რანაირად ამას ნახავთ. პირველი ტური ასეთ დიდად სანახაობრივი არ გამოვიდა, იმიტომ რომ 5 თამაში მხოლოდ 7 გოლი გავიდა და ეს არ არის მაინც და მაინც ბევრი. პირველი ცენტრალური შეხვედრა, რითიც გაიხსნა ეროვნული ლიგა იყო სამტრედიაში, სადაც სხვათა შორის ბევრი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა პირველ ტურში. მე მაგალითად ვადევნებდით ხო ერთად თვალ შენ გადაცემაშიც იყო ხოლმე, ანუ როგორ ემზადებოდნენ გუნდები და მეც ვნახე ჩვენი გადამღების ჯგუფის მიერ მომზადებული რაღაც ვიდეო მასალა დამაინტერესა მე სანამ ეს ეროვნული ლიგა დაიწყებოდა და შევხედე რამდენიმე გუნდის მზადებას, მეგონა, რომ გარკვეული უპირატესობა ექნებოდა სხვა გუნდებს. აი მაგალითად არ მეგონა რომ ტორპედო წააგებდა საბურთალოსთან, არ მეგონა რომ სამტრედიას გაუჭირდებოდა ქობულეთის შუქურასთან, მაგრამ ფაქტია რომ მოქმედმა ჩემპიონმა დაკარგა ქულები საკუთარ მოედანზე თან, დაკარგა ერთ-ერთ აუტსაიდერთან, რომელიც მოიაზრება აუტსაიდერად, თორე ჯერჯერობით პირველი ტურია და ესე გადაჭრით რაიმეს თქმა არ შეიძლება. კარგი ის არის რომ ჩვენ ვართ სატელევიზიო მხარდამჭერები, ანუ ეს პროექტი როცა დაგეგმა ფეხბურთის ფედერაციამ, ჯერ ერთი ძალიან კარგია რომ ბოლოს და ბოლოს ეღირსა სატელევიზიო ტრანსლაცია ეროვნულ ლიგას და შემდეგ უკვე ახალი ბრენდინგი იქნება მიმოხილვაც დღეს 23 საათზე ჩვენს ეთერში. ეს გამოაცოცხლებს ჩემი აზრით საფეხბურთო ცხოვრებას. მთავარი ამ პირობებში ჩემი აზრით ის არის რომ ანუ ყველაზე ნაკლები ცუდი რაც შეიძლება დავინახოთ საქართველოს ფეხბურთში ეს არის თამაშის ხარისხი. ანუ მე რამდენ თამაშიც ყოფილი ვარ, უმრავლეს შემთხვევაში ანუ იმედი არ გამსრუებია. პირიქით, ყოველთვის იმაზე მეტი არის ხოლმე, რასაც ვხედავ, ვიდრე ამას ველი. აქედან გამომდინარე, თამაშის ხარისხი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები პრობლემა არის ქართული ფეხბურთის. ყველაზე დიდი პრობლემა კი არის განსაკუთრებით თბილისში მაყურებლის ძალიან სიმცირე. ხა. ნუ კი რეგიონებში მაინც უფრო დადის ხალხი თავის. კი, აი მე ვიყავი ხა სამტრედიაში შაბათს, სადაც პირველი ტური იყო და სამტრედიამ მოგვა, აი სხვათა შორის ახლა ხედავთ თქვენ პირველ გოლს ეროვნულ ლიგაში, რომელთაც გაიხსნა ჩვენიერი გოლი გამოვიდა. ძალიან ლამაზი იყო ეს ბურთი, მაგრამ სამწუხაროდ ცოტა გავიდა. ზოგადად რეგიონებში ხალხი ასე თუ ისე მაინც დადის სტადიონზე, მაგრამ აი თბილისში ესეთი არაფერი შეინიშნება. აი მაგალითად გუშინ მე ვიყავი შემდეგ უკვე დინამოსა და ფოთის კოლხეთის თამაშზე, სადაც მაქსიმუმ 250-300 კაცი იყო. 322 კაცი. ესენიც არიან, რა თქმა უნდა, დინამოს მუდმივი გულშემატკივრები, იმ დინამოს საგულშემატკივრო ფანბეიზის წევრები, რომლებიც მუდმივად დადიან ამ თამაშებზე. ანუ ნეიტრალური გულშემატკივარი საერთოდ არ მიდის, ან მეორე გუნდის. ხო, აი ეს ჩემთვის პირადად აი ეს არის მთავარი გამოწვევა ამ სეზონში საფეხბურთო ეროვნული ლიგისგან, რომ იქნებ რამენაირად ჩვენს დავეხმაროთ ამ სატელევიზიო პროექტით და იქნებ დავაბრუნოთ გულშემატკივარი სტადიონზე, რაღაცნაირად ავარჩევინოთ თბილისის, თბილისზე მაქვს ახლა კონკრეტულად აქცენტი, იმიტომ რომ ქუთაისელი გასაგებია რომ მაინც ტორპედოს გულშემატკივრებს რაც უნდა მოხდეს და ბათუმის დინამოს. აი თბილისში არის ლოკომოტივი, არის საბურთალო, არის თბილისის დინამო და ესე კონკრეტულად თავისი გულშემატკივარი თითქოს ესე საზოგადოებაში არ ყავს არც ერთ გუნდს და აი რაღაცნაირად იქნებ ვაპოვნინოთ თავის გუნდები ხალხს და რაღაც ერთ დღეს ტურის კვირის ერთ დღეს იქნებ მივიდეს სტადიონზე და უგულშემატკივროს თვითონაც ისი ამოვნოს რა თქმა უნდა გულშემატკივრებმა. ლევან შენ ახსენე რომ რეპორტაჟი უკვე იყო ცენტრალური მატჩის პირველი არხის ეთერში, ასევე დაანონსე რომ საუკეთესო მომენტები, ეგრეთ წოდებული ჰაილაითები იქნება დღეს 23 საათზე. როგორ გააშუქებს საზოგადოებრივმა უწყებელი ამ ტურნირს ეროვნულ ლიგას ზოგადად, ანუ რა არის პროგრამა, რომელსაც მაყურებელი ჩვენგან უნდა ელოდოს? ჩვენ ყველა ტურში ავირჩევთ ერთ ტურის ცენტრალურ მატჩს, რომელიც ალბათ მარტში იქნება
შაბათობით დღის 2 საათზე და უკვე შემდეგ იქნება კვირაობით ალბათ საღამოს 6 საათზე. ეს იქნება ტურში ერთი მატჩი ცენტრალური, რომელიც იქნება ყველაზე საინტერესო. ამის შემდეგ ყოველ ორშაბათს ჩვენ გვექნება 23 საათზე ტურის მიმოხილვა ეროვნული ლიგის, სადაც ნახავს ყველაფერს საინტერესოს, რაც კი მოხდა მთლიანად ტურში, ნახავს ყველა გოლს, ყველა საფეხბურთო მომენტს, რაც კი შეიძლება რომ საინტერესო იყოს ყველაფერს და ამის შემდეგ თვეში ერთხელ ჩვენ გვექნება გადაცემა სპეციალურად ქართული ფეხბურთისადმი მიძღვნილი ეროვნული ლიგის შემაჯამებელი გადაცემა, ასე ვთქვათ, რომელსაც გიო ზურაბიშვილი გაუძღვება და თან არა მარტო იქ სულთა ფეხბურთზე არ იქნება მხოლოდ ლაპარაკი, გასაგები რომ მთავარი თემა ფეხბურთი იქნება, მაგრამ ვეცდებით რომ რაღაც საინტერესო ჩანახატებით, სხვადასხვა ქალაქში როგორია ფეხბურთის მიმართ დამოკიდებულება, ანალიზის საფუძველიც გვექნება ალბათ ამ გადაცემაში და ნახოთ როგორ წავა, ჯერ პირველი ტური არის და ნელ-ნელა დაავლაგრებით, ხარვეზები რა თქმა უნდა არის ჯერ, მაგრამ ნელ-ნელა ეს საპილოტე პროექტია, ასე ვთქვათ და ვნახოთ როგორ წავა. მუშაობაში დაიხვეწება ასეთი პროექტია. ისიც უთხრათ მაყურებელს, რომ გარდა იმისა, რომ პირდაპირ ეთერის საშუალებით ექნებათ ჯერჯერობით ყოველ შაბათს მატჩის ხილვის საშუალება, ასევე სტრიმები არის ეროვნული ლიგის საიტზე და დანარჩენი მატჩების ხილვა იქაც შეეძლება. კი, ყველა თამაში სტრიმია, ანუ ნებისმიერ ადამიანს თავისთვის ნებისმიერი საინტერესო თამაშის ნახვა შეუძლია სტრიმის საშუალებით GFFG-ზეც და ი-ლიგა G-ზეც ამის პრობლემა არ არის, ამის ორგანიზება მოახდინა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ. ნახოთ როგორ გამოვა. ფაქტია რომ ეს აუცილებელი იყო ამის გაკეთება, იმიტომ რომ უამისოდ, არ ვიცი, თავმოყარე ქვეყანას, სადაც ფეხბურთი უყვართ, ელემენტარულად მიმოხილვა რო არ გაქვს საკუთარი ეროვნული ჩემპიონატის, სირცხვილია ყველაზე რბილი შეფასება რომ მივცეთ ამასთან. წელს განსხვავებული არის ეს, განსხვავებული არის თვითონ ეროვნული ლიგის ფორმატიც, ახალი 10 გუნდია ეროვნულ ლიგაში, 4 წრედ 36 ტური, 4 ჯერ ეთამაშებიან ერთმანეთს და აქედან გამომდინარე მე პირადად საინტერესო სეზონს ველი. დიდი მადლობა სტუმრობისათვის და საინტერესო ინფორმაციების მოწოდებისთვის. მაყურებელს კი მოუწოდებ, რა თქმა უნდა, უყურონ ეროვნულ ლიგას და გადაცემასაც დღეს მიმოხილვას 23 საათზე. ჩვენ ნელ-ნელა შეგვიძლია უკვე გადავიდეთ ჩვენს სოციალური ქსელის მიმოხილვაზე. თავიდან, რა თქმა უნდა, რადგანაც ფეხბურთზე ვისაუბრეთ, საფეხბურთო სიახლეები გვექნება. არსენალი ლივერპულის მატჩი გაიმართა, ალექსის სანჩესი შევიდა შეცვლაზე, თუმცა იგი ძირითად შემადგენლობაში არ იმყოფებოდა. სანჩესი შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია, რომ წავა იგი არსენალიდან და ასე ვთქვათ, მისი მაძიებლებს შორის დაწინაურდა ფრანგული პარიზული PSG, Paris Saint-Germain. სწორედ ამასთან დაკავშირებით არის სტატია. ჩვენ რა თქმა უნდა, როგორც სხვა დროს გადაცემის შემდეგ ამ ბულებს შემოგთავაზებთ და უფრო ეს დაწვრილებით შეგეძლებათ გაეცნოთ. რადგანაც ფეხბურთზე საუბრობთ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ ეს გოლი გამოვტოვოთ. ცელტა ვიგოს წინააღმდეგ ლეონელ მესიმ კიდევ ერთი შედევრი შექმნა. ესე მოედნის ცენტრიდან დაიწყო პრაქტიკულად მოძრაობა, რამდენიმე ტოქეს გაცდა ნახეთ და შემდეგ უზუსტესი დარტყმა დაბალ მარცხენა კუთხეში. ლეო მესი უბრუნდება და თან იმდენად კარგად თამაშობს ბარსელონა, რომ ის დაბალი ალბათობა რომ ისინი გავლენ ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე, არც თუ ისე დაბალი ჩანს ბარსელონას ბოლო თამაშებიდან გამომდინარე. PSG-სთან აქვს მათ მორიგი მატჩი და საკმაოდ მაღალ კედელზე უნდა გადაცოცდნენ, ასე ხატოვნად რო ვთქვათ, დიდი ანგარიშით აქვს მათ წაგებული წინა მატჩი. შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ ინფორმაციაზეც, რაგბი 7 კაცა გაიმართა და ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან კარგად გამოიყურება, ეს ბოლო ტურნირებია, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართა სწორედ ეს ბოლო წრე, მეხუთე წრე 7 კაცა სერიის, სადაც ლას-ვეგასში, სადაც ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ამერიკის შეერთებული შტატები და სამხრეთ აფრიკა. სამხრეთ აფრიკამ საბოლოო ჯამში მოახერხა გამარჯვება, თუმცა ეს მშვენიერი ლელო დადეს მანამდე შეერთებული შტატების მორაგბეებმა. ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ამერიკის შეერთებული შტატები 7 კაცს არ აქვს მას შემდეგ რაც ის ოლიმპიური სპორტი გახდა, ხედავთ რა კონტაქტით მოიცილა მეტოქე დუროტალომ და ერთ ბოლოს კუთხეში დამიწებული ბურთი. აფრიკამ ზედიზედ მეოთხე ტურნირი მოიგო და ზოგადად 5-დან 4 ტურნირი აქვს მათ მოგებული, ამასთან დაკავშირებითაც ვისაუბრებთ რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ განმეორებით ვიხილოთ ეს ეპიზოდი. გამოგდებული ბურთი აქ შესანიშნავი კონტაქტი, ფრთაზე გადაცემა და დაამიწეს კიდეც ბურთი საბოლოო ჯამში. ის ინფორმაცია, რომელიც პრაქტიკულად უკვე მოგაწოდეთ, მე-4-ედ მოიგო წელს 5 წრიდან სამხრეთ აფრიკამ
ასე ვთქვათ, თლიანი ტურნირი, ორდღიანი ტურნირი და როსკოს პეკმანი გახდა საუკეთესო მოთამაშე, როგორც ზოგადად ტურნირის, ასევე ფინალის სამხრეთაფრიკული შვიდკაცარაგბი ძალიან წინ წავიდა ამ ბოლო დროს და ვეღარ უბავს მას ფეხს ვეღარც ფიჯი და ვეღარც ახალი ზელანდია, რომლებიც მეორე-მესამე ადგილზე იმყოფებიან, ინგლისი არის მათ გვერდზე ასევე. ახალი წესები შემოვიდა ზერაგბში და ეს უკვე გავლენას ახდენს თამაშების შედეგზე, უფრო მკაცრად ისჯებიან ის მორაგბეები, რომლებიც აკეთებენ მაღალ ბოჭვებს და სახიფათო ბოჭვებს. სტივენ ლუატუამ ბლუზის მორაგბემ მიიღო წითელი ბარათი წინაკვირაში და ამის გამო დამარცხდა პრაქტიკულად მისი გუნდი კრუსეიდერსთან. არადა კარგად ითამაშა ზოგადად ბლუზმა თამაშის მოbrunებასაც ცდილობდნენ, თუმცა ეს საბოლოო ჯამში აღარ გამოუვიდათ. ვინაიდან ზერაგბზე ვსაუბრობთ, ეს ლელოც აუცილებლად უნდა განახოთ, რომელიც სანვულზმა დადო, ეს არის იაპონური გუნდი, რომელიც 1 წელია შარშან ჩაერთო ამ გათამაშებაში და დაუპირისპირდა სამხრეთ აფრიკულ Kings. Kings-ი ერთ-ერთი აუტსაიდერია სამხრეთ αφრიკული დივიზიონის როგორც წესი და შეგვიძლია ეს ლელო ვიხილოთ, მართალია ვერ მოიგო იაპონურმა კლუბმა, თუმცა აი ბოლო წამებზე შესანიშნავი პასი შემოგთავაზა იაპონელმა მორაგბემ. განმეორებით შეგვიძლია ვიხილოთ ეს სრულმოძრაობა, ეგრეთ წოდებული გუსტები, მოტრიალება და ზურგს უკან გადაცემა. ეს 5 ქულა აღარ იყო უკვე იაპონურ გუნდს იმისათვის, რომ ბონუს ქულაც აიღო, თუმცა სანახაობა მართლაც ჩვენიერია. კალათბურთზეც ვისაუბროთ და ტრადიციულად პირველ რიგში ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, Golden State Warriors-ზე, სადაც ჩვენი ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია თამაშობს. ზაზა ფაჩულიამ 10 ქულა მოიპოვა გუშინდელ მატჩში და ძალიან საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 6-დან 5 სროლა ჩააგდო და საუკეთესო პროცენტი ჰქონდა, ასე ვთქვათ, მას სროლის. საუკეთესო ყველაზე მეტი ქულა, რა თქმა უნდა, სტეფ კარი მოიპოვა დურანტის არყოფნაში 31 ქულა, 8 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა, 29 ქულა ჰქონდა კლეი ტომპსონს. ისევ NBA-ზე გავაგრძელოთ საუბარი, გლენ რობინსონ მესამე პეისერს მოუტანა ბოლო წამებზე გამარჯვება. შეგვიძლია ეს ვიდეო ვიხილოთ, შეტევა ატლანტა ჰოუქსის. ნახეთ როგორი გათამაშება და ბოლო წამზე ჩაგდებული სამქულიანი, პრაქტიკულად 0.6 წამი დაუტოვა ჰოუქს პეისერსის კალათბურთელმა კონტრშეტევისთვის, ეს რა თქმა უნდა არ არის არანაირად საკმარისი. კიდევ ერთხელ შვენიერი კომბინაცია. ასევე ბოლო წამებზე გადაწყდა, ასე ვთქვათ, ბოსტონ სელტიქსის და ფენიქს სანს შორის დაპირისპირების ბედი და აიზეია ტომასის შეცდომას მოყვა ის, რომ ფენიქს სანსმა გაიმარჯვა, შეგვიძლია ვიხილოთ ეს ეპიზოდიც, ჯერ ორქულიანი ჩააგდო სანსმა, იმიტომ რომ მხოლოდ ორქულას აგებდნენ ბოლო წამებზე და შემდეგ აქ ტომასი ძალიან უწყინა სიტუაციაში კარგავს ბურთს და შანსს აძლევს ფენიქს სანს რომ გაიმარჯვოს. ისინი ამ შანსს რა თქმა უნდა ხელიდან არ უშვებენ, აი ესე ზუსტად ბოლო წამზე ჩააგდო ტაირე უილისმა ბაზერ ბითერი. ისევ 13 კაცარ აქვს მიუბრუნდეთ, უпростоრად გადავიდეთ 13 კაცარ აქვსზე. დიდი ხანია მე ამ სპორტს ვუყურებ, თუმცა ასეთი მომენტი არ მინახავს, რა თქმა უნდა, ჯარიმიდან ძელს მორტყმული და შემდეგ დადებული ლელო რაგბიშიც ბევრი გვინახავს, თუმცა არეკნის შემდეგ მსგავსი სიტუაცია არის ძალიან იშვიათი და როგორ არეკნს უტყავდა, შეხედეთ, მოხვდა შუა ძელს და შემდეგ დაამიწეს. და განსაკუთრებით საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ეს გახდათ ოქროს ქულა 13 კაცარ აქვსში ჯერ კიდევ არსებობს ასეთი წესი, რომ დამატებით დროში პირველი გუნდი, რომელიც ქულას მოიპოვებს, ხდება გამარჯვებული. ასე მოუგო კაუბოისმა კენბერა რაიდერს და კлау 13 კაცას კადრი შესანიშნავი ლელო, რომელიც დადო ნიუ-ზელანდ ვორიორსმა, მათ 6 ნომერს, ასე შეგვიძლია ვთქვათ, რომ შონ ჯონსონს, ასე ვთქვათ, კეფაზე აქვს თვალები, ვიხილოთ ეს დღის კადრი, მე კი ხვალამდე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. Was already early from Sean. Now he wants to go at the line. Takes Hodgkins.